შეუჩერებენ თუ არა უნგრეთს ხმის უფლებას ევროსაბჭოში. ევროკავშირი ბუდაპეშტზე ზეწოლას ცდილობს. გაერთიანების 27 სახელმწიფოდან უნგრეთისთვის ხმის შეჩერებას მხარს 16 უჭერს. განსხვავებული აზრის გამო ბრიუსელი სლოვაკეთსაც ემუქრება. უნგრეთის მთავრობას მოუწოდებთ უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. თუ ეს არ მოხდება, მზად ვართ ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ. პროცედურის მიზანი პოლიტიკური ისტერიის შექმნა და პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებაა. უნგრეთი ღია და გულწრფელი დიალოგის მომხრეა. რაც შეეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, ისინი პოლიტიკური პარტიები არ არიან. ამიტომ ვეწინააღმდეგებით მათ გამოყენებას დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმურობის შელახვისა და არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ჩვენ ვერ დაუშვებთ, რომ მთელი ევროკავშირის გადაწყვეტილებები დამოკიდებული იყოს უმცირესობაზე. თუ საჭირო იქნა ვიმოქმედებთ. ყოველთვის არსებობს მათთვის ევროპული სახსრების ჩამორთმევის შესაძლებლობა. სლოვაკეთის სკოლის მოსწავლე არ არის, რომელსაც უნდა ასწავლო. სლოვაკეთის სუვერენული პოზიცია ემყარება არა ამ პარტავნებას, არამედ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ თუ არ დაუჯერებთ რა მოხდება, დაგვსჯიან, ეს არ არის ერთობისა და თანამშრომლობისკენ მიმავალი გზა.